2002 წელს დადებული კონკორდატის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში მარეგულირებელი დოკუმენტი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დღეს პირველად გაფორმდა. ეკლესიის მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეკლესია და კულტურის სამინისტრო ერთობლივად განახორციელებს. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს საპატრიარქოში მოეწერა, რაც გულისხმობს ეს თანამშრომლობა და რომელ ძეგლებს შეეხება ის ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ეკლესიის მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მოვლა პატრონობის მიზნით კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად ორი მხარე ვალდებულებას იღებს ისტორიულ კულტურულ ძეგლებთან დაკავშირებით რაიმე სახის სამუშაო კოორდინაციის გარეშე არ განახორციელონ. ამ მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული არის ერთობლივი საბჭო, რომელიც გეგმავს სამომავლოდ ერთობლივად პროექტების შეჯერებას ორივე მხარე ვალდებულებად იღებს კოორდინაციის გარეშე, რაც ერთმა მხარემ არ დაიწყოს სამუშაოები ძეგლზე. გასულ წლებში ხელი შეშლა მეტწილად მოდიოდა არაკოორდინირებული ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ორი საბჭოს გადაწყვეტილებების არათავსებადობა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრებიდან ჩვენი ძირითადი პარტნიორები იქნებიან იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობის და ტურიზმის სამინისტრო და ასევე დანიის კულტურის სააგენტო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს დედა ეკლესიასთან ერთად უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენახვის და მისი გაფრთხილების საქმეში, რომ ისინი სრულფასოვნად გადავცეთ მომავალ თაობებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დოკუმენტი საქართველოს მთელ ტერიტორიას, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებსა და ქვეყნის გარეთ არსებულ მემკვიდრეობებზეც გავრცელდება. ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად ერთობლივი საბჭო იმუშავებს. გულისხმობს უფრო დეტალურად თანამშრომლობას, ერთობლივი საბჭოს ჩამოყალიბებას, ერთობლივად ზრუნვას მთელ კულტურული მემკვიდრეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მონიტორინგის პროცესში, სამუშაოების დაგეგმვის პროცესში, რაც საეკლესიო დანიშნულებით იყო აღებდა ღვთისმეტყველებისთვის და ღვთისმსახურებისთვის იყო შექმნილი ყველა იმ კულტურული მემკვიდრეობის ღირებულ ნივთებს და ძეგლებს ეხება და ერთობლივად ვიზრუნებთ ოკუპირებებთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ჩვენი სათქივარია როგორც ოკუპირებული, ასევე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობა. მემორანდუმი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში გაფორმდა. პროექტის ძირითად პარტნიორებად იტალიის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული საქმიანობისა და ტურიზმის სამინისტრო და დანიის კულტურის სააგენტო შეირჩა. ეს მემორანდუმი დამატებითი შეთანხმებაა კონკორდატისათვის. ეს ნიშნავს, რომ მხარეებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის სურვილი აქვს. თქვენი ქვეყანა ისტორიული ძეგლებით მდიდარია. იტალიას გამოცდილების გაზიარება არამხოლოდ ძეგლების დაცვის სფეროში, არამედ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში შეუძლია. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროექტს. იტალიას შეუძლია საუკეთესო მაგალითი მოქცეთ, თუ როგორ შეიძლება კულტურულ მემკვიდრეობას მოუაროთ. მაშინ, როდესაც ეროვნული მემკვიდრეობა ქართული ეკლესიის ისტორიასთან ამ მჭიდრო კავშირში. მოხარული ვარ, რომ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ეს შეთანხმება შედგა. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მარეგულირებელი დოკუმენტი, 2002 წლის 14 ოქტომბერს გაფორმებული კონკორდატის შემდეგ მეორე დოკუმენტია.